მოგესალმებით მეგობრებო, დრო რო არ დავკარგოთ ეხლა ბატონმა შალომამ თქვა რომ ბიურო წაიყვანეო თვითონ დგას შეკითხვებზე აძლევს პასუხებს რამოდენიმე საკითხი გვაქვს ჩვენ განსახილველი ეს მონიშნული არ არის ზაქა რომელი თემებია გასაგებია მოკლედ კენჭისაკრელი საკითხებიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ალნე იოხანაშვილის თანამდებობიდან ებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ცნობად მიღების საკითხი ამას კენჭს უყრით და განსახილველი საკითხებზე გადავიდეთ დადგენილების პროექტი გვაქვს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცკიტიშვილის ადგილმონაცვლის გელა აბულაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. დადგენილების პროექტი პარლამენტის გამოკლებული წევრის ანა ბუჩუკურის, ჯემალ ანანიძის უფლებამოსილების ბუჩუკურის ნაცვლად ანანიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ბექალი ლუაშვილის ადგილმონაცვლის ქეთევან ბაკარაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. გამოკლებული წევრის ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლედ რუსუდან თევზაძის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თეონა აკუბარდიას ადგილმონაცვლის მალხას თორიას უფლებამოსილება ნათია მეზრიშვილის ადგილმონაცვლის შალვა კერესერძის უფლებამოსილების ცნობა ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლის სალომე კობალაძის უფლებამოსილების ცნობა გამოკლებული წევრის გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის გიგა ფარლოვას უფლებამოსილების ცნობა ზვია ძიძიგურის ადგილმონაცვლის ვიკა ფილფანის უფლებამოსილების ცნობა გამოკლებული წევრის როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლის გიორგი შარაშიძის უფლებამოსილების ცნობა კახაბერ ქემოკლიძის ადგილმონაცვლის თამარ ხვედელიანის უფლებამოსილების ცნობა და ასევე დადგენილების პროექტი პარლამენტის წევრის გამოკლებული წევრის ზაზა თავაძის ადგილმონაცვლის სოფიო ხორგოანის უფლებამოსილების ცნობა ეს როგორც მოგეხსენებათ ის კახარიას პოლიტიკური პარტიის სიაში პირველი 12-ის ნაცვლად შემდეგი 12-ის უფლებამოსილებაზეა ლაპარაკი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ გვაქვს ჩვენ კანონის პროექტი და ეს განიხილება დაჩქარებული წესით. აქედან გამომდინარე გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას. დიდი მადლობა. 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და საორგანიზაციო საკითხებზე გადავიდეთ. ეს უკვე პლენარული სხდომის დღის წესრიგშია ასახული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ალნე იოხანაშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ასახული ასევე სხდომის დღის წესრიგში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცკიტიშვილის ადგილმონაცვლის აბულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და რაც წავიკითხეთ ყველა ის საკითხი ბატონო ხო 13-ის შარფლით ყველა ასახულია ლაპარაკია ამ ახალ სიის შემდგომ შემადგენლობაზე ეს კახარიას პოლიტიკური პარტიიდან და ეს ყველა ასახულია პლენარული დღის წესრიგში ასევე ასახულია დღის წესრიგში პარლამენტის გამოკლებული წევრის ხო ნუ კახარიას ეს 13-მდე 13 პუნქტამდე ყველა იგივე საკითხია რომელიც ასახულია და უკვე მოგახსენეთ დღის წესრიგის ფორმატიდან
ასევე ასახულია დღეს წესრიგში 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2013 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ წარმომადგენელი 2013 წლებში მოქმედი რეჟიმის და ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2013 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. გენერალური პროკურორის თანხმობა 2013 წლებში მოქმედი რეჟიმის ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2013 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საჯარო პლენარულ სხდომაზე განხილვის შესახებ და კენჭისყრელი გვაქვს რამოდენიმე თემა. გთხოვთ ყურადღებას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მომართვა გვაქვს ანგარიშების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ. შემდეგ საკითხებზე ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 24 წლის წლიური ანგარიში ანუ გასული წლის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თავმოყრა და გთხოვთ ხარი დაგვიჭიროთ ამასთან დაკავშირებით. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოგმართავს შემდეგი თხოვნით. შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომითი ინსპექციის 24 წლის ანგარიშის განხილვის 30 დღით გადადეთო და მე მგონი დავეთანხმოთ ამ თხოვნას. ეს არის რაც დღეს წესრიგით არის გათვალისწინებული. დამთავრებულია ბევრი სხდომა და გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში.